იშადა აღადო მე არ ვარ ლიდერი მე ვარ მეფე ისე იცოდი რომ მე კუნიძა ვარ აი დამადასტურებელი ფაქტი ადამიანი არ შეიძლება იყოს სამოსირებული. იგი ბუნებით არ არის სამოსირებული. ეს დავეთახმე რა თქმა უნდა ამ ყველაფერს. მაშინვე უთხარი. გიყვანდეს წერი შენი, რადგან ეს არის ძალა. ჭეშმარიტი ძალა მეთქი. მაგრამ მე რომ მოდიოდი, ფეხი ქვაზე წამოვიკარი და დავიკვირდი. ბევრი არ მისმეს არა და პირში წესით სული არ უნდა მქონდეს. მრავალი ფილოსოფოსი თუ უბრალოდ ტყისწველი ფიქრობდა იმაზე თუ რა იყო ქალვაჟის სიყვარული და ამას სხვადასხვა ყველა სხვადასხვა გზით აკეთებდა. აი მაგალითად მე რომ მკითხო დავფიქრდები და რა თქმა უნდა ვეტყვი. კიდე აზრი არ ვარ მეთქი, მაგრამ ვეტყვი რომ რა თქმა უნდა პრო ვარ. Join the army. მაგრამ კიდე ასე მეჩვენია ვიფიქრო, ვიდრე ისე როგორც ფიქრობენ ვირტუალური თამაშის, ვირტუალური რანგის მოპოვებას რო ახარჯავენ მთელი ცხოვრების რაღაც უდიდეს ნაწილს. აი ერთ-ერთი ასეთი სუბიექტის ფიქრები ამ თემის შესახებ. ადამიანი რომელიც დიდად ვერ მეგობრობს დედ ორგანიზმებთან. სიყვარული ეს არის კარგი რაღაცა, რომელიც გასტრიტივითაა. შეგეჭდება ის დაგიმახინჯებს ცხოვრებას, რა თქმა უნდა, კუჭ-ნაწლავს და ჯობია გადააგდო girlfriend და ჯობია ჩაუждე რაღაც თამარს. მე რაღაც ანერგიულო მაქვს. პრინცესა წავს და ავეჯის გადაზიდვის კომპანიაშიც მუშაობ. გადავზიდოთ ერთად, თორემ გავწყდი უკვე ძალში. იცი, ერთხელ დავფიქრდი თუ რა მოხდებოდა რომ არა ჩემი პრინცესა. რა შეიცვლებოდა ჩემ ცხოვრებაში, რა წავიდოდა უკეთეს გზაზე, რა გაუარესდებოდა. იქნებოდა თუ არა გულში სიცარიელე. მაგრამ მე გამახსენდა რომ თხილები მქონდა დასაჭრელი და წავედი თხილების დასაჭრელად. სხვათა შორის კუნინძას გარდა კანი კი კენიც ვარ. სიყვარული მართალია ძალიან ძლიერი ძალაა, მაგრამ ოთარი გამანადგურებელი, ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ძალაა. სიყვარული პოზიტივი და სიყვარული პოზიტივი და სიკეთის სურვილი. აი რა მოძრავებს მე. სხვათა შორის ბევრი ადამიანი მიიჩნევს რომ სიყვარული ჰენტაია. ისუს მე ახლა ამ ტრეკს ვიცი და როცა შენთან ერთად ვარ მართლა არ ვიცი რა გითხრა ბებიო შენ ხარ ისე ჩემ თავში როცა ვარ მე ჩემ თავთან ფიქრობ რა მინდა გითხრა ბებიო იო ყველაფერი ასაჩვევი ვაკეთებ მხოლოდ შენთვის ყველაფერს და თან ყოველთვის ბებიო